მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით, საჩხერეში განახლდა საგამოცდო მარშრუტები, 4 ახალი მარშრუტი დაიდო და ეხლა გთავაზობთ ნომერ პირველ მარშრუტს, ახალ მარშრუტს საჩხერისას. წარმატებას გისურვებთ ყველას. მოკლედ, ვიწყებთ ნომერ პირველ საგამოცდო მარშრუტს საჩხერისას. ეს არის 20-21 ივლისი 2026 წელი. გამოვდივართ მომსახურების სააგენტოდან, ვიხედებით რა თქმა უნდა მარცხნივ. თუ მარცხენა მხრიდან არ მოდის მანქანა, გაუჩერებლად უნდა გამოვიდეთ მთავარ გზაზე, რომელიც არის 70-იანი მონაკვეთი. ხას გაუსვავდა ყურადღებით იყავით, რომ თუ გამოსვლის მომენტში მარცხენა მხრიდან მოძრაობს მანქანა, ვალდებული ხართ, რომ დაელოდოთ. თუ არა და გაუჩერებლად უნდა გამოხიდეთ. მოკლედ, ეს ნომერ პირველი საგამოცდო მარშრუტი არ ვიცი, აქ ბევრი ასახსნელი ალბათ არაფერი არ იქნება, ძალიან მარტივი მარშრუტია, თქვენ თვითონაც ნახავთ ახლა გადაღების პროცესში. ძალიან კარგი მარშრუტია, აღარ არის ბაზრის ტერიტორია, არც ერთ საგამოცდო მარშრუტში აღარ არის ბაზრის ტერიტორია. ვიმყოფებით 70-იან მონაკვეთში. მანამდე შეგახსენეთ, რომ ჩვენ ვართ ავტოსკოლა საჩხერეში, თბილისში და თელავში. ჩვენ სამივე ქალაქში ვახორციელებთ სწავლას. თბილისში მოგამზადებთ ნებისმიერი საგამოცდო მარშრუტისთვის, დაგვიკავშირდით. ჩვენი ინსტრუქტორები თბილისში არიან, მე მიხეილ აბრამიშვილი, გიორგი ყაზიშვილი და ნარიმან კორსანტია. საჩხერეში არიან ჩვენი ინსტრუქტორები ბატონი ლაშა ღუღუნიშვილი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის ვიდეოს გადაღების მომენტში, ზაზა ცერცვაძე და ირმა ბოჭოიძე. თელავში ჩვენი ავტოსკოლის ხელმძღვანელი და პროფესიონალი არის ედი პაპაშვილი, რომელიც არის უკეთილშობილესი ადამიანი და საქმის პროფესიონალი. თელავში და შეცვლილია მარშრუტები და მალე თელავის მარშრუტებსაც შემოგთავაზებთ. ამ წუთში ყურადღებით ვიყოთ საჩხერის საგამოცდო მარშრუტზე. მოკლედ 70-იან მონაკვეთში ვართ. ჩვენს წინ მიდის სატვირთო მანქანა, რა თქმა უნდა, ამ დროს სიჩქარის კონტროლი მეგობრებო მოხსნილია. თავარია ყურადღება მივაქციოთ დისტანციას. უსაფრთხოების ნორმები არ დავარღვიოთ. ეხლა გვიწევს დაბალი სიჩქარის სიარული, აქ გაზრების უფლება არ აქვს არავითარ შემთხვევაში, ამიტომ ნებისყოფით დისტანციით მივყვეთ უკან. აშიკო, ეს მანქანა ხო არ გავასწროთ ამ მანქანას, მოდი, ჩვენ ახლა ამ მანქანას გავასწრებთ მეგობრებო, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ აქ გასწრების უფლება არ აგაქვთ. მოდი 60-იან ნიშნულს გავწდით და მე გავასწროთ, ხო? მოკლედ 70-იან მონაკვეთში ვიმყოფებით მეგობრებო და დააკვირდით. ნახეთ, აქ ახლა მალე გამოჩნდება 60-იანი ნიშნული, რომელიც არ უნდა გამოგჩეს მხედველობიდან. ნახეთ, აქ საჩხერის ტრაფარეტი რო გამოგიჩნდებათ, მალევე არის 60-იანი ნიშნული. აღეთ ხეებშია დამალული და ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. აი, გამოჩნდა. ჩვენ ამ მანქანის დევა არ გვასწრებს ახლა. მოიცოდეში. ეგ არის. თქვენ არ გაასწრებთ არავითარ შემთხვევაში. მოკლედ ვიმყოფებით 60-იან მონაკვეთში. მაქსიმალური სიჩქარე 60, მინიმალური 45. თუ 45-მდე სიჩქარე ჩამოვა არ არის პრობლემა, ოღონდ არ დატოვოთ 45, შეეცადეთ რომ 60-თან ახლოს ვიმოძრაოთ. ჩვენ ვიცით რომ როდესაც გზა ცარიელია და სივრცე თავისუფალი გვაქვს, სიჩქარე უნდა იყოს მაქსიმუმთან ახლოს. აი ამ მონაკვეთზე დაიმახსოვრეთ. ცოტა იამკებიანი გზა არის და შევანელოთ. აი ესე რბილად გადავიდეთ იამკებზე და როდესაც იამკებს გავივლით, განვახორციელოთ დროული სიჩქარის მომატება. შევდივართ 50-იან მონაკვეთში. შევედით 50-იან მონაკვეთში, მარჯვენა ზოლში შევდივართ და ვცდილობთ რომ მარჯვენა ზოლში ვიმოძრავოთ მარცხენა ღერძულა ხაზთან ახლოს. 500 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ, გვაფრთხილებს კომპიუტერი. არაფერს არ ჩავრთავთ, ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. აქ გავივლით დისტანციასთან
შესაბამისი სიჩქარით აქ ვერ ვეტევით ჩვენ ზოლში და გადავდივართ საჭიროებისამებრ მარცხენა ზოლში. რა თქმა უნდა, ციმციმა სარკე და ფანჯარაში გახედვა აუცილებლად და მარჯვენა ციმციმით ისევ ჩავდექით მარჯვენა ზოლში. 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ გვეუბნება. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ეხლა ჩვენ უნდა შევიდეთ ხიდზე. ხიდზე მაქსიმალური სიჩქარე გვაქვს 25. ნახეთ, მიაქციეთ ყურადღება, საყურადღებო მომენტია ძალიან, ანუ მალე მოუხვიე მარჯვნივ, შემოვედი აუცილებლად ხიდზე უკიდურესად მარჯვენა ზოლში და მოუხვიე მარცხნივ, წრეზე მოუხვიე მარცხნივ მეუბნება და ხიდზევე უნდა შევიცვალო ზოლი და გადავიდე მარცხენა ზოლში. რა თქმა უნდა, ციმციმა აუცილებლად სარკეში და ფანჯარაში გახედვა. აქ მაქვს დათმობის ვალდებულება. ვიხედები წრეზე მარცხნივ, თუ წრეზე ჩემი მიმართულებით ვინმე მოძრაობს ვატარებ, თუ არა და შევდივარ გაუჩერებლად. ამ შემთხვევაში წრეზე მოძრაობ უკვე და მაქვს მოძრაობის უპირატესობა. იქ ყურადღებით იყავით ხიდზე თუ მარცხენა ზოლში გადასვლა არ გიხერხდებათ, ანუ მარცხენა მხრიდან თუ მანქანა მოდის, შეგიძლიათ რომ გაჩერდეთ, გაატაროთ ის მანქანა და შემდეგ გადახვიდეთ მარცხენა ზოლში. ნახეთ 30-იანი მონაკვეთია, აუცილებლად დავემორჩილებით მოთხოვნას. ხო, დამთავრდა აქ 30-იანი მონაკვეთი უკვე. და ვიმყოფებით უკვე 60-იან მონაკვეთში. ეხლა კიდევ ვიმეორებ, თუ წინ მიმავალი მანქანები გვაფერხებენ, რა თქმა უნდა, დისტანციას ვიცავთ და სიჩქარის კონტროლი ამ შემთხვევაში მოხსნილია. მოკლედ ძალიან ისეთი კარგი მარშრუტია, სასრული მარშრუტია, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ. მარშრუტის სიმარტივი არ ნიშნავს, რომ მოდუნებული უნდა ვიყოთ, მთელი კონცენტრაციით უნდა ვიმოძრაოთ. ეხლა ყურადღებით ვიყოთ მეგობრებო. 300 მეტრში წრეზე მოუხვიე მარცხნივ. გვაფრთხილებს. ცოტა ნელა შევიდეთ წრეზე, რომ მოვასრულოს. მალე წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდე მოუხვიე მარცხნივ, ხო? ესე იგი, უნდა შევიდეთ წრეზე და წამოვიდეთ უკვე მიმართულებით, უნდა მოუბრუნდეთ. ნახეთ, აქ მეგობრებო, წრეზე შესვლის დროს, თუ მარცხენა მხრიდან მანქანა შემოსულია წრეზე, აუცილებლად აი აქ უსაფრთხოების კონსულთან ველოდებით. მაგრამ თუ მარჯვენა მხრიდან მოდის
მანქანა აი შემოვედი წრეზე, ნახეთ წრეს და მეორე უსაფრთხოების კუნძულს შორის დავდგები, გამოვატარებ ამ მარჯვნიდან მომავალ მანქანებს. აი წრეს და უსაფრთხოების კუნძულს შორის ვდგავარ და გავაგრძელებ მოძრაობას. სამოციანი მონაკვეთია, წინ შეფერხება არ აქვს, ამიტომ მაქსიმალური სიჩქარით უნდა ვიმოძრაოთ. 50-დან 60-ის ფარგლებში საშუალო ავიღოთ 55 და 55-ის გარშემო ვიტრიალოთ. ძალიან კარგი ლოგიკური მარშრუტია, მივესალმები ამ ცვლილებას. იმიტომ რომ კანდიდატი დამწყები მძღოლებისთვის დაძლევადია, ძალიან კარგია რომ ის ბაზრის ტერიტორია ამოიღეს, იმიტომ რომ არ იყოს სამართლიანი ბაზრის ტერიტორიაზე დამწყები მძღოლის გაყვანა და იქ რაღაც მოგონილი წესებით ხელმძღვანელობა, რომელიც დამწყებ მძღოლს კი არა, გამოსთი მძღოლებსაც თუ იმ გამოსთელის გონებაში არ იჯექი და იმის წარმოსახვაში თუ არ იჯექი, ლოგიკას ვერ დაექვემდებარებოდა ვერაფერი და კარგია, მივესალმები რა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ეს მარშრუტი არჩია. ნამდვილად გონიერი ადამიანი ყოფილა. კიდე ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ავტოსკოლა საჩხერეში და თბილისში და თელავში. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება, ეხლა ამ მოკლედ ბევრი შეძახილის შემდეგ ნელ-ნელა კანდიდატები უკვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრება ძალიან ეფექტიანად მუშაობს და თუ რომელიმე ვინმე ჩათვალეთ, რომ უსამართლოდ ხართ ჩაჭრილი, აუცილებლად დაგვირეკეთ ჩვენი ინსტრუქტორებს, ვინც მოგამზადეთ, ვინც საქმის კურსში ვართ თქვენთან დაკავშირებით, მივიღოთ გადაწყვეტილებები და გავასაჩივროთ ხოლმე. გამოცდა ეს ძალიან კარგია, თუნდაც იმ გამოცდილებსაც მოქმედებს, რომ კონტროლში იქნებიან ისინი და თავისი რაღაც ისეთი, არ ვიცი, უგულოს აქციელი დავარქვათ თუ უპასუხისგებლო თუ ვეღარ ჩაჭრიან კანდიდატებს მოკლედ, ამიტომ ყველა ვინც ჩავთვლით, რომ არ ვიყავით ჩასაჭრელები და ჩაგჭრეს, გავასაჩივროთ და მოვითხოვოთ ჩვენი სამართალი. საკმაოდ დაბალი სიჩქარით მიდის ჩვენ წინ მანქანა, ამიტომ ჩვენს დაბალი სიჩქარით მივყვებით. დისტანციებს აუცილებლად ყურადღება მივაქციოთ, როგორც გვერდით, ასევე წინ მიმავალ მანქანასთან დისტანციას. უსაფრთხო გასაჩერებელი მანძილი აუცილებლად უნდა გქონდეს დაჭერილი ჩვენ წინ ყოფ მანქანასთან. რომ უცბად დაგვიტორმოზოს, დაუშვათ მოულოდნელად ჩვენ შევძლოთ მანქანის უსაფრთხოდ გაჩერება. არ ეჩქარები. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საჩხერის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელს. ბევრი კარგი ინფორმაციები მოდის ჩვენამდე, რომ ძალიან სამართლიანი, ძალიან ყურადღებიანი და რა ვიცი, საქმის მწოდნე კაცია და მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ რა ვიცი, აი ჩემგან დიდი პატივისცემას ვაფიქსირებ მოკლედ ამ ადამიანის მიმართ. აი ახლა ყურადღებით ვიყოთ მეგობრებო, აქ საყურადღებო მონაკვეთია. წრეზე მოუხვიე მარჯვნივ. ხო, მარჯვნივ უნდა გავაგრძელოთ წრეზე მოძრაობა. აქ ნახეთ, გამოჩნდება კიდეც ვიდეოში 60-იანი მონაკვეთია. აქ მანქანა უკუსვლით გამოდის და აუცილებლად უნდა დაველოდოთ. ახეთ წრეზე იმოძრავე მარჯვნივ. მოკლედ, აქ არის 60-იანი მონაკვეთი და ეს 60-იანი გრძელდება მომდევნო ნიშნამდე, ხო? თუ სხვა მაჩვენებელი, სანამ სხვა მაჩვენებელი არ შეგვხვდება. მაგრამ
აქ ეხლა წრეზე ხიძზე ვიცით რომ დაბალი 25-მდე არის სიჩქარე, აქ გვაქვს ჩვენ დათმობის ვალდებულება, გარკვევით ჩანს, ვიხედებით წრეზე მარცხნივ, აუცილებლად ჩვენ აუცილებლად აქ უნდა შევიდეთ ხიძზე მარჯვენა ზოლში. ნახეთ ეხლა ეს მარშრუტკა დავაკვირდებით, თუ წავი აი მარჯვენა ზოლში წამოვიდა, ამიტომ ეს უნდა გავატარო აუცილებლად. თუ ხედავთ რომ მანქანა რომელიც წრეზე მოძრაობს წავიდა მარცხენა ზოლში, მასთან რა თქმა უნდა აღარ გავჩერდებით, ტყუილა გზას აღარ შევაფერხებთ, ჩვენ მარჯვენა ზოლი გვაქვს ხიძზე და გავაგრძელებთ მოძრაობას მარჯვენა ზოლში. აქ დაბრკოლება გვაქვს. ჩავრთეთ, შევამოწმეთ სარკე, ფანჯარაში გავიხედეთ, აქ ისედაც გვეუბნება რომ მოუხვიე მარცხნივ. სანამ ხიძზე გადავალთ. გავცდით ხიდს, აი 60-იანი ნიშნული მეგობრებო მოქმედებს ამ გზაზე. არ დაიბნეთ, აქ არ გეგონოს რომ აქ რაღაც სხვა ნიშანია, 60-იანი მონაკვეთია. მაგრამ აი თუ გზის მეორე მხრიდან მოძრაობთ, მაშინ იმ შემთხვევაში არის 50 მონაკვეთი. აი საპირისპირო ზოლი ახლა 50-იანი მონაკვეთია. გამოცდაზე ამ მარშრუტში ჩვენ საპირისპირო ზოლი გამოვიარეთ უკვე, ხო, სადაც 50-იანი მონაკვეთი იყო და აქ 60-яნის ფარგლებში ვიმოძრაოთ. აქ ნახეთ 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ, გვეუბნება. ანუ აუცილებლად დაიკავეთ მარცხენა ხაზთან ახლოს და ორზოლიან მონაკვეთში აუცილებლად შევიდეთ მარცხენა ზოლში. აქ გვეტყვის მალე მოუხვიე მარცხნივ და კიდევ მოუხვიე მარცხნივ. აქაც ყურადღება მიაქციეთ. მოხვევის მომენტში გვაქვს, რა თქმა უნდა, თუ მარჯვნიდან ვინმე მოძრაობს, დათმობის ვალდებულება გვაქვს და მოხვევის დროს აუცილებლად უნდა მოუხვიოთ უკიდურესად მარცხენა ზოლში. გავსწორდებით თუ არა, ცოტა უნდა ავაჩქაროთ, იმიტომ რომ მარცხენა ზოლში ვართ და ასე გვეუბნება წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდევ მოუხვიე მარცხნივ. ისევ ნახეთ ამ წრიულზეც უნდა მოუბრუნდეთ. შევედით წრეზე და გავაჩერეთ, ველოდებით მარჯვენა მხრიდან მოძრავ მანქანებს უნდა გავატაროთ აუცილებლად. ის თეთრი მანქანა ჩვენსკენ აღარ მოდის, ამიტომ ჩვენ უკვე გვაქვს უფლება რომ გავაგრძელოთ მოძრაობა. დაბრკოლება გვაქვს, ორზოლიან მონაკვეთში ვართ, ამიტომ მარტივად გადავედით მარჯვენა ზოლში. შევედით 50-იან მონაკვეთში და ვაგრძელებთ მოძრაობას პირდაპირ. მივდივართ უკვე მომსახურების სააგენტოში. ნახეთ აქაც დაბრკოლება, შევანელეთ. შევამოწმე სარკე, ფანჯარა. შემოვდივართ 60-იან მონაკვეთში. და შემოვედით 70-იანში, ხო? გამოგჭა. აი 70-იანი მონაკვეთი. აქ ახლა 70-იან მონაკვეთში ვართ და ვცდილობთ რომ მაქსიმალური სიჩქარით ვიმოძრაოთ, მაგრამ მოსახვევებში აქ სიფრთხილით გავიარეთ. მოსახვევებში მთავარია უსაფრთხო მოხვევა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა 70-ით არც ერთ მოსახვევში არ შევალთ. ჩვენთვის სასურველი სიჩქარით მოუხვიეთ, რომლითაც შეძლებთ უსაფრთხო მოხვევას. ნუ გავსწორდებით, რა თქმა უნდა, უკვე მაქსიმალური სიჩქარით შევეცდებით რომ ვიმოძრაოთ.
აქ კითხვის თუ კერო იმყოფებით დასკვნით ეტაპზე არ მოდუნდეთ მეტრში მოუხვიე მარცხნივ გვაფრთხილებს სამას მეტრში მოუხვიე მარცხნივ რა თქმა უნდა ციმციმას არ ჩავრთავთ ჯერ მალე მოუხვიე მარცხნივ ჩავრთეთ ციმციმა დავიწყეთ შენელება ვიწევით მარცხენა ხაზთან ახლოს შევდივართ მომსახურების სააგენტოში. მოკლედ წარმატებები ყველას. მოხვევის დროს აუცილებლად ვიხედებით სარკეში, ფანჯარაში. წინიდან თუ ვინმე მოდის, უნდა გავატაროთ აუცილებლად. და შემდეგ შემოვდივართ.